საღამო მშვიდობის, მეგობრებო, როგორ ხართ? აბა როგორ ხართ ძვირფასებო? იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. საჯარო ლაივით მოვედი თქვენთან. პაუზა თუ დასასრული? საჯარო თემით, პაუზა თუ დასასრული? დღევანდელი ჩვენი საჯარო თემაა. პარტნიორთან ურთიერთობა, პაუზა თუ დასასრული? ეს დავთქვით გუშინ. გაიხარეთ ჩემო კარგო, არ ამიშავს, ცოტა რაღაც თლათ ისეც ვერ ვარ, მაგრამ არ აუშავს, არ ამიშავს. ცოტა გადაღლილი ვარ სიცხეებით, სიტუაციით, სამსახურით, ცოტა დავიგრუზე, მაგრამ არ აუშავს, მაინც მოვედი თქვენამდე. ეხლა ჩვენი პარტნიორზე საუბარს რო დავიწყებ, უცებ მოვალ ხასიათზე მეგობრებო. რა პრობლემაა? ეხლა გამომიკეთდება უცებ გამომიკეთდება ხასიათი თქვენთან ერთად მეც. გაიხარე, უღრმესი მადლობა. საჩუქრისთვის უღრმესი მადლობა. კითხვა პასუხები არა, ჩემო ძვირფასებო, ძალიან გთხოვთ. მე ძალიან დიდი ენერგია მაქვს ჩემგან. კითხვა პასუხების დროს მე მჭირდება რამდენიმე დღე. აი რამდენიმე დღე გეფიცებით გარწმუნებთ, რომ მართლაც რამდენიმე დღე მჭირდება, რომ მე ფეხზე დავდგე. ძალიან დიდი ენერგია მიდის ამ დროს ჩემგან და კიდევ პლუს ამას არიან ადამიანები, რომლებიც გულდაწყვეტილები რჩებიან და ეს რომ არ მოხდეს. აი ამიტომ თავს შევიკავებ კითხვა პასუხებიდან. ბედნიერი საღამო თქვენთან ერთად, ჩემო ძვირფასებო, გაიხარეთ თქვენც ასევე. ეხლა ვამზადებ კარტებს. ჩვენი დღევანდელი თემა იქნება თქვენ და თქვენი პარტნიორის ურთიერთობა, პაუზა თუ დასასრული? ჩემო ძვირფასებო. რა თქმა უნდა, საჯარო ჯობია ყველასთვის. რა თქმა უნდა. თან განწყობასაც გვიმაღლებს, შეკითხვები მაინც რაღაცნაირად დამღლელია ჩემო ძვირფასებო. თან განწყობასაც გვიმაღლებს, შეკითხვები მაინც რაღაცნაირად დამღლელია ჩემო ძვირფასებო. ცოცხალ ზღაპარს გებულობთ. ჩემო ძვირფასებო, ასე რომ მეც თქვენთან ერთად ვიხალისებ, რატომაც არა, რა პრობლემაა? ასე რომ კარტებს ვამზადებ. აბა როგორ ხართ? როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ? იტალიაში ძალიან ცხელა, ჩემო მეგობრებო, აი ლამის გონება მებინდება. დილიდან კონდიციონერი მაქვს ჩართული, დილიდან და მაინც არაა საშველი. არა, ჩემო ძვირფასებო, კითხვა პასუხები არა. კი, იტალიაში ვარ. არ დავიწყებ კითხვებზე პასუხებს. კითხვებზე პასუხები არ მექნება, ჩემო ძვირფასებო, პირდაპირ დავიწყებ საჯარო გაშლას. აი ეხლა. როგორც ყოველთვის, არასოდეს არ ველოდები, აი აქ რაოდენობას არ ველოდები, მსმენელის და მაყურებლის. საჯარო გაშლა, საჯარო ლაივი არის ესეთი თემით. თქვენ და თქვენი პარტნიორის ურთიერთობა, პაუზაა თუ დასასრული? მეგობრებო, პაუზა თუ დასასრული? დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და ეხლა დავიწყებ თქვენი პარტნიორის ენერგიებით. რა ხდება მასთან, აბა რა ხდება? რა ვიბრაციებში იმყოფება, რა ბატონო. მეგობრებო. 2 საათი შემიძლია ეხლა ამ კარტზე ვისაუბრო. გადაწყვეტილების წინაშე დგას თქვენი პარტნიორი და ვერ გაუგია რა გააკეთოს. წარსულის დავიწყება უნდა, აი რაც იყო, წარსული წყენა იყო თუ ბედნიერება იყო თუ უბედურება იყო თუ რაც აქვს ეხლა. რა სიტუაციაც აქვს, ამ ადამიანს აქვს გადაწყვეტილება მისაღები. პირველი კარტი, განაჩენის, გადაწყვეტილების მიღება. ამ ადამიანს უნდა რომ ყველაფერი გაანოლოს, დაივიწყოს და რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. კიდევ. და ამის გამო ძალიან ღელავს, ვერ ხდება. ეს შეიძლება იყოს კიდე ცალმხრივი გრძნობები, სადაც არ უფასდება ის რაც აქვს. კიდევ რა ხდება მის ცხოვრებაში? ძალიან კარგია რაც ხდება ეხლა მის ცხოვრებაში. ჭკუის სასწავლებელია მეგობრებო. აი ძალიან კარგია, კარგ სიტუაციაში იმყოფება. მიხარია, ბატონო.
მოკლედ ამ ადამიანს უნდა რომ წარსული დაივიწყოს და ახალი ცხოვრება დაიწყოს. მოულოდნელობებით სავსე. მაგრამ იმდენად დანაკარგებშია მეგობრებო, რომ აი სულ პრობლემებშია. აი ვერ ახერხებს ამ გადაწყვეტილების მიღებას. უნდა კი, მაგრამ ვერ ახერხებს. ძალიან ცუდათაა, ძალიან ცუდათაა. აი ნახეთ. აი რა ვთქვა. წარსულის მოგონებებშია. იგონებს თავის манипуляციებს. იგონებს იმას თუ როგორ იცით როგორ ენერგიებშია წარსულში რა манипуляციებსაც აკეთებდა ეს ადამიანი იმას იხსენებს და უყურეთ ვისთან იხსენებს. ქალბატონთან манипуляციებს იხსენებს. ან გამეორებაზე ფიქრობს, ან ფიქრობს შეწყვიტოს თუ ისევ გააგრძელოს. გავგიჟდი. არა, მეგობრებო. თავისი манипуляციებით უნდა რომ ისევ იგივე გააგრძელოს, თუმცა უყვარხართ. ძალიან უყვარხართ ამ ადამიანს, მაგრამ აი ეხლა არის ჩახმალული და ჩახანჯებული. ესეც ძალიან კარგია. არა ის ხო კარგია რომ უყვარხართ და იტანჯება ის ყველაზე კარგია. აი ესე ეკუთვნის. აი რო იტანჯება ძალიან კარგია. კარგია, უნდა იგემოს ეხლა მან. აი თქვენ ესე წყნარად ზიხართ. ხო. აი ესე ზიხართ წყნარად. თქვენთვის საყვარლად. აი გამოხატავთ სითბოს, ყურადღებას, იღიმით. ზოგი ცეკვავს, ზოგი მღერის, ზოგი რას შვება და ზოგი რითია დაკავებული. შვიდად, წყნარად, აი ესე გაწონასწორებულები, აი თქვენ გენაცვალეთ მე რო იტყვიან. ხო, აი, და ეს კიდევ გაუგებრობაში, აი რა ქნას, აი მეგობრებო, რა ქნას. პაუზა თუ დასასრული, პაუზებშია ადამიანი. პაუზებშია სიყვარულშიც, აი ხედავთ ხო თქვენს წინ ვიღებ კარტებს და აი ხმალი დაშვებული აქვს, მაგრამ ნახეთ ამ ხმალი თითქოს ეს თქვენ ხართ ახლა უბობა, რომელიც დაჭერილი ყავს, მას გონია ახლა რომ თქვენ დაჭერილი ყავხართ, მეგობრებო. ნუ როგორ ანათქვა, ყურებით დავიჭირეო თუ ნუ რითია. მეცინება. ხო და აი იმიტომ მიყვარს თქვენთან მოსვლა, რომ კარგ ხასიათზე ვდგები ამ ზღაპრების მოსმენით, მეგობრებო. ამ ჩვენ პარტნიორზე ზღაპრების მოსმენით კარგ ხასიათზე ვდგები. კი. აი და რა ვქნა? ხო, აი ესე მეგობრებო. თუმცა ეს ადამიანი ძალიან გამოცდილია ამ თავისი საქციელებით და манипуляციებით, ძალიან გამოცდილია და ხვეწილია თავიდან ბოლომდე მეგობრებო. და ეხლა არ იცის რა გააკეთოს. იმდენად ღამე უძილობაშია, სამკუთხედები მეგობრებო. ბიჭმაჭუნა, პაჟი. ტრანსფორმაციაშია. და ამ ადამიანს აქვს ეხა ტრანსფორმაცია და არის გაუგებრობაში, გაურკვევლობაში, რა გააკეთოს რო არ იცის, როგორ მოიქცეს რო არ იცის, სად რა უნდა გააკეთოს, სად როგორ მოიქცეს არ იცის მეგობრებო. ნუ რა ქნას, გამოცდილება ეხა ამ ადამიანს ეხა გამოცდილება შემოძვირთასებო, ნუ რა ვქნათ. ხო. აი ესეთ ენერგიებშია. პაჟის ენერგიებში და ეს ადამიანი ეხლა თუ ამ ადამიანიდან ეხლა თქვენ გაურკვევლობა გაქვთ ბიჭმაჭუნა. ხო, ბიჭმაჭუნა აბა რა, მეგობრებო. აი, ბიჭმაჭუნა პაჟი, ბიჭმაჭუნა აბა რა. ხო, ბიჭმაჭუნა აბა რა, მეგობრებო. აი, ბიჭმაჭუნა პაჟი, ბიჭმაჭუნა აბა რა. ეხა ბიჭმაჭუნას რაზე უნდა მოკითხო? ხო? რა ჭკუა უნდა მოკითხო, რა მოეკითხება, რა გონება მოეკითხება ხა ამ ადამიანს. მომიტევეთ, აი უმორჩილესად მომიტევეთ მეგობრებო. მამაკაცებო, არა აქვს მნიშვნელობა ეხლა თქვენ შემოაბრუნეთ, თქვენს გეხებათ ეს, თქვენი პარტნიორი იქცევა ბიჭმაჭუნასავით. აი აღარ შევიძლია. აჰა. დაეწყო პერებოი მეგობრებო. ჩემს ინტერნეტს დაეწყო პერებოი. ხო, ნუ მოკლედ ასეა. სამკუთხედები არის კი ჩემო ძვირფასებო და ტრანსფორმაციაშია ეხლა ეს ადამიანი და იმიტომ ვერ გაურკვევია პირველი კარტი იყო გადაწყვეტილების. ამიტომ მეგობრებო, ეხლა თუ გაუგებრობა გააქვთ ამ ადამიანთან. ხო, ნუ სამკუთხედები ყოველთვის ეხლა ამ ბოლო დროს ხშირია ეს უკვე სამკუთხედები, ეს უკვე გასაკვირი სიტუაცია აღარ არის. ეს ეხლა აღარ უნდა გაგიკვირდეთ. დედა, მამა და ძმა ეს უკვე სამკუთხედებია, ყოველთვის ვამბობ. ეს აღარ გაგიკვირდეთ ეხლა სამკუთხედები კი აღარა უკვე გასაკვირი.
ხო, ანუ, აი ნახეთ, გასაკვირი ისაა, რომ ეს ადამიანი ახლა მეგობრებო, გადაწყვეტილების წინაშე დგას, აი ესეთ ენერგიებში ახლა და არის ტრანსფორმაციაში. და ძალიან ცუდადაა, გარწმუნებ, ძალიან ცუდად იქნება და არის ძალიან ცუდად, იცოდეთ, რომ აი ამ ადამიანიდან ახლა ვერაფერს ვერ გაიგებ, აზრს ვერ გამოიტანთ. მიუშვით ნებაზე, მეგობრებო, მიუშვით. ეს იყოს აქ. ეხლა მაინტერესებს თქვენი სიტუაცია მაინტერესებს. აი თქვენ ამ დროს რა, ეს ადამიანი ტრანსფორმაციაშია, ვიცით. კი. ეხლა თქვენ რა ვიბრაციებში ხართ ამ დროს? აი თქვენი სიტუაცია მაინტერესებს ეხლა. ეხლა თქვენ გადართული ხართ საკუთარ თავზე, ძალიან ბევრი წინააღმდეგობები გაქვთ და გაიარეთ, მაგრამ აი მაინც მაპატიეთ, მაგრამ აი სულელის არკანში ამომიხვედით, ანუ ხო რა, უკვე გაანულეთ თქვენ ეს სიტუაცია, ეს თქვენ უკვე აღარ გაინტერესებთ. ესაა უკვე თქვენი სიტუაცია, რომ თქვენ უკვე განოლებისკენ მიდიხართ. თავიდან გინდათ ყველაფრის და ანუ გარისკავთ თქვენს უბედურ ცხოვრებას დატოვებთ უკან. კი, ამდენ უსამართლობას მოიტოვებთ უკან და გადადიხართ საკუთარ თავთან მუშაობაზე, მეგობრებო, ანუ უკვე გადასული ხართ და ელოდებით შედეგებს. თქვენ უკვე გადაერთეთ საკუთარ თავზე და ელოდებით თქვენს შედეგებს, თქვენი ცხოვრების შედეგებს. საკუთარ თავზე მუშაობთ უკვე და საკუთარი ცხოვრებისთვის მუშაობთ. კი ბატონო. აი ესე ხართ თქვენ. ფანტაზიები და ილუზიები უკან და წარმატებისკენ მიდიხართ. ანუ აი ეს თასები დატოვეთ უკან, თავისი მოძღვნილი თავისი თასები, რომლებიც დაგიტოვათ, მან ესეც დატოვეთ და გაუშვით. აი, აქ არის აი ეს თასები ამოყირავებული აქ არის მასთან. დატოვეთ და გაუშვით. ეს ტყუილები, ეს ორპირობები, ეს არჩევანის გადაუდებლობა, გადადება და ეს ყველაფერი დაუტოვეთ მას, მიუშვით მისთვის, აი, მეგობრებო და უბედურად დატოვეთ. კი, ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. ამ წუმპეში დაგტოვათ, მეგობრებო. ძალიან რთული იყო. ძალიან რთული იყო თქვენთვის. კი, ნახეთ როგორ ამოგაყირავათ ეს იმპერატორი ქალები. იმპერატრიცები როგორ ამოგაყირავათ, მეგობრებო. მაგრამ საკუთარ თავთან ძალიან ბევრი იმუშავეთ. კი. თავისი შემოთავაზებები წაიღო მან, მეგობრებო. თავისი ტყუილებიც წაიღო. თავისი ორპირობებიც წაიღო და წავიდა. ისე ვითომ რაღაცა შემოგთავაზათ და ნახეთ, გაბრუნდა და წავიდა. და ის ყველაფერი წაიღო, მეგობრებო. დაგტოვათ დანაკარგებში, მაგრამ არა უშავს, მეგობრებო. თქვენ საკუთარ თავთან მუშაობთ, ასე რომ ნახოთ ახლა თქვენი ურთიერთობა. პაუზაა თუ დასასრული? ისე ჯერ სანამ დავიწყებდე, ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდით. აი ნახეთ რა კარტები ამომიბრუნდა. იხედება თქვენსკენ. ბაჟბატონი, კუცურა. ბაჟბატონი, კუცურა იხედება თქვენსკენ. მოგესალმებით ყველას, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. და ჩემო ძვირფასებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი საჯარო თემა არის, საჯარო ლაივი არის პაუზა თუ დასასრული. 1 წუთით, მეგობრებო. 1 წუთით. მაპატიეთ, მეგობრებო, აი მოვედი თქვენთან. მაპატიეთ. ოხ, როგორ დამღალა ამ ყველაფერმა. ნუ კარგით.
ეხლა მაინტერესებს ჩემო ძვირფასებო, სანამ დავიწყებდე და გავაგრძელებდე თქვენი პარტნიორის ფსიქოემოციური სიტუაცია მაინტერესებს. მოდი პირველად ამით დავიწყოთ. როგორ არის ახლა ფსიქოლოგიურად თქვენი პარტნიორი? როგორ გამოიყურება ფსიქოლოგიურად? რა ხდება ფსიქოლოგიურად მასთან? აბა ვნახოთ, რა ხდება მასთან ფსიქოლოგიურად? კონფლიქტებშია. საკუთარ თავთან კონფლიქტებში აქვს. აი ეს ხასიათის შეუთავსებლობა აქვს ყველასთან. თქვენთან. როგორ აღვივებთ მასში? აი ამ სექსუალურობას დავმალავ ამ კაცს, რომ TikTok-მა არ დამბლოკოს, ძალიან აღვივებთ მასში სექსუალურობას და კონფლიქტებში ამის გამო საკუთარ თავთან რომ დაგკარგათ კიდევ რა ხდება. წავიდა მეგობრებო, აი წავიდა. მისი წასვლით, მისი ურთიერთობის დასრულებით, შეწყვეტით, პრაშანია და დამშვიდობებით. რა გემშვიდობათ ამ ადამიანმა? ესე ზურგ-ჩანთა მოიხვია და წავიდა. ზოგთან შეიძლება მართლაც ასე გააკეთა მეგობრებო. ზოგთან შეიძლება მართლაც ასე მოხდა. ხო. თქვენთან იყო ზედაპირული. თქვენთან იყო უსამართლო. თქვენთან იყო არაპირდაპირი, ტყუილებით. და ამ ყველაფერმა მეგობრებო ძალიან დაგაცარიელად. ცარიელი სიტყვები, ზედაპირული სიტყვები და საქციელები. გამოგფიტათ ამ ყველაფერმა მეგობრებო, ნახეთ? გამოგფიტათ. სადამე დედამიწა, ეს ზღვარი აღარ ქონდა უკვე. ცას და დედამიწას ზღვარი აღარ ქონდა, ნახეთ, სარკისებურად არის. იმდენად გამოგფიტათ მეგობრებო. ხო, ეხლა უნდა ამ ყველაფრიდან გათავისუფლება, გამოსყიდვა უნდა თავისი ცოდვების. მაიმე მეგობრებო, ტყუილი და მხოლოდ შენო ამბობს. ფსიქოლოგიურად მართლაც ვერაა ეს ადამიანი. მხოლოდ შენ ელანდები, მხოლოდ შენ ხედავს და მხოლოდ შენ გატყუებდა. აბატონო, პასუხი. კიდევ. როგორ არის ფსიქოლოგიურად? ძალიან ცუდათაა. ეს ადამიანი ძალიან ბევრ ხერხს მოძებნის თქვენთან მოსასვლელად. ეს წინა გუშინაც იყო საჯარო გაშლაში, საჯარო ლაივში, ჩემო ძვირფასებო. აი რასაც არ ელოდებით, აი ეს კარტიც იმას ამბობს, რასაც არ ელოდებით, იმას გააკეთებს. ძალიან ბევრ ხერხს გამოიყენებს, ამ კარტს აწერია множественный выбор. ძალიან ბევრ ხერხს გამოიყენებს, მრავალფეროვანს და მრავალნაირს. რომ დაგიბრუნოთ. კი, შეპყრობილია თქვენით, აი რა გავაკეთო, არ ვიცი ვინ რა გაუკეთეთ მეგობრებო, თუ კი ვინმე რამე გაუკეთეთ, იმოქმედა. თუ არ გაუკეთეთ და ხო მაინც, ალბათ ესე უნდა ყოფილიყო, აბატონო. ძალიან ცუდათაა უთქვენოთ. ოი, კვტება. იმ ქვეყნად მიდის. ისეთ ტრანსფორმაციაშია მეგობრებო, რომ ლამის კვდება ადამიანი, გარწმუნებთ, გეფიცებით. და მე აღდგება მტრეთით? ვითომ? კი ბატონო. აი მეგობრებო. აბატონო. აი, ამას ელოდება თვითონ. რომ ამ გამოუვალ მდგომარეობიდან გამოვა და მოვა თქვენამდე. ეხლა არის სიკვდილის პირას ადამიანი. აი არ ჩანს, როგორ მინდა გაჩვენოთ, მაგრამ არ ჩანს. ეხლა არის სიკვდილის პირას ადამიანი და მე მოვა მეგობრებო თქვენთან აუცილებლად აი ღია გულით, მამაკაცური საქციელებით და მობოდიშებით. აბატონო, აი ესე მოვა თქვენამდე. ამას ფიქრობს, მისი ფსიქოემოციური სიტუაცია ესეთია, რომ ამას ფიქრობს, ფსიქოლოგიურად ფიქრობს ამას, რომ თქვენამდე ესე მოვიდეს კი. და მოგიბოდიშოთ. აი, ხედავთ ხო კარტს? მობოდიშება უნდა თქვენთან და თქვენთან უნდა ურთიერთობა. აი ესე მეგობრებო. ნუ ეხა რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ კი, რაის დასასრული და რაის დამთავრება მეგობრებო და რაის რა. არანაირად დამთავრება, ეს არის პაუზა. ადამიანი იმყოფება პაუზაში. მოდი ეხლა დავიწყოთ. ჩემი კარტით, ჩემი ლამაზი ტასტით დავიწყოთ ეხლა. პაუზა თუ დასასრული. ისი ფსიქოლოგიური სიტუაცია გავარკვიეთ. კი, ძალიან ცუდათაა, კვდება, კაცი კვდება, არღებულობს.
კვდება ადამიანი, კვდება, მაგრამ არ ღებულობს უფალი ღმერთო, როგორ გამაწამა ინტერნეტმა მეგობრებო. წუხელი რა გემრიელად ჩავწერე. ხო, მეგობრებო, წუხანდელი, წუხელის რო ავტვირთე, წუხელის რო საჯარო ლაივი მქონდა, ის უკვე ატვირთულია YouTube გვერდზე და შეგიძლიათ უყუროთ. თავიდან ბოლომდე. დღეს მე, როდესაც გავიღვიძე, ჩავთვი და ვუსმინე მეგობრებო და ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენა. გარწმუნებთ. აი, თქვენი ადამიანის სიტუაცია მეგობრებო. ეხლა ყოყმანობთ, მერყეობთ. ამ ადამიანმა შეგიყვანათ დანაკარგებში, პატივმოყვარეობა შეგილახათ, შეფერხებებში შეგიყვანათ, ამოგაყირავათ, რო ქვია. კი. კიდევ რას ფიქრობს? თვითონ ფიქრობს იმას, რომ რთულ სიტუაციაში დაგტოვათ და ეხლა როგორღაც უნდა მოვიდეს თქვენამდე. ნივით, ვირით, ტივით, არ ვიცი, ნავით, თვითფრინავით, რითი მოდის, მეგობრებო, სად გყავთ? სად გყავთ? თქვენ ელოდებით. თქვენ ელოდებით, მეგობრებო. თქვენ ელოდებით ამ ადამიანს, თუმცა ძალიან დიდი უპატიოსნობა გამოიჩინა თქვენს მიმართ. აი, მეგობრებო, აი ესე ხართ, ესე დაგტოვათ. მაგრამ მაინც ელოდებით, ალბათ სამართალს ელოდებით. ხო? სამართალს ელოდებით. რას ელოდებით, მეგობრებო? თუ თვითონ ელოდება, ვაი მის პატრონს. თვითონ ფიქრობს, რომ თქვენ მას ელოდებით სიყვარულისთვის. აი, ესეთია პასუხი. თვითონ ფიქრობს, რომ თქვენ მას ელოდებით. თქვენც ელოდებით მას. არანაკლებად. მას ხო უნდა, მაგრამ თქვენც ელოდებით. ერთი წუთით მეგობრებო.
ჩემო მეგობრებო. გამოუვალი. ჩემო მეგობრებო. გამოუვალი. გამოუვალი სიტუაცია მქონდა მეგობრებო. გამოუვალი სიტუაცია მქონდა და აი ისე მოვედი თქვენთან. მაპატიეთ. ხო და მოკლედ ჩემო ძვირფასებო ამ ადამიანმა იცის რომ თქვენ მას ელოდებით და თქვენი დაკარგვით ძალიან ბევრს კარგავს ეს ადამიანი ან დაკარგა უკვე. კარგავს ჯერ დიდ სიყვარულს, ძალიან დიდ ურთიერთობას, უფლიდან მოძებულ ურთიერთობას და კარგავს ყველაფერს. აი თავისი ჯიუტობით. ეს ადამიანი თავისი ჯიუტობით კარგავს ყველაფერს. კი ბატონო, ასეა. კარგით. მოდი ახლა მინდა ვკითხო. რა ნაბიჯებს გადმოდგამს? აი რას ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე თქვენი პარტნიორი? რას ფიქრობს? მაინც ვკითხოთ, პაუზა თუ დასასრული? პაუზა თუ დასასრული? არა, მეგობრებო, რა ის დასასრული? აი, ხედავთ ხო? პასუხისმგებლობით მოვა. პაუზა თუ დასასრული? მოვა მეგობრებო, პრობლემების მოსაგვარებლად, მოვა სამკუთხედების დასასრულებლად და მოვა შეცდომების გამოსასწორებლად. აი ასე. მოვა. მოვა მეგობრებო. მოვა, იმიტომ მოვა, რომ მიხვდება, რომ ჭკუაში მოტყოვდა, მიხვდება, რომ დააშავა, მიხვდება, აუცილებლად მიხვდება, ან უკვე მიხვდა. მიხვდა, რომ რაღაც ვერ იყო და ვერ მოიქცა სწორად. მოხვედი, მოდი ჩემო კარგო, საღამო მშვიდობის. კი, აუცილებლად მოვა, ჩემო ძვირფასებო, მაგრამ ეხლა თქვენ მიიღებთ თუ არა ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ თვითონ მოვა პასუხისმგებლობით კი. რას ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე? რას ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე და უნდა რომ ამ ურთიერთობაზე უნდა იმუშაოს, ეს კარგად იცის. ფინანსებიც უნდა ჩადოს. სტაბილურადაც უნდა იყოს თქვენთან. რას ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე, მეგობრებო და თავისუფალი ურთიერთობა უნდა ამ ადამიანს. თუ კი ეს ადამიანი მეგობრებო, თუ კი ეს ადამიანი ქორწინებაში იმყოფება, თქვენ სამკუთხედში ხართ, კი, ბევრი თქვენთაგანი სამკუთხედში ხართ და თუ კი თქვენი პარტნიორი იმყოფება ქორწინებაში, იქედან გამოგცევა უნდა, განთავისუფლება უნდა მეგობრებო და ანუ ამ ურთიერთობაზე, თქვენს ურთიერთობაზე მუშაობა უნდა. კი, ეხა უცებ გამოიქცეს თქვენთან ესე არა. აი ამ კაცს რა უყო? გადავაგდო? ვერ გადავაგდეთ მეგობრებო. ოხ, რა ვქნა. აი რა იმედი მოგცეთ მითხარით უბრალოდ. მანიპულატორს რაში ენდობით მე ვერ ხვდები. თვითონ ფიქრობს, ისო მანიპულაციებით მოსვლას. მეგონა ჭკუაზე მოვა მეთქი და არაფერი. ქუცურ ადამიანიდან არაფერი არ გამოვა მეგობრებო. რა ვქნა, რა გიყოთ? ქუცურიადან არაფერი გამოდის. არა მეგობრებო, არ გამოდის არაფერი ამ ადამიანიდან. თავისი პრობლემები და თავისი არასტაბილურობით მოდის ადამიანი. აი რა ვქნა. თავისი პრობლემებით და манипуляციებით ორი კარტი ამომივიდა. სამყაროს იმედი აქვს, თითქოს სადღაც გამგზავრება უნდა. თქვენ შორის თუ მანძილია თქვენთან მოსვლა უნდა. ეხლა ვინც როგორ გინდათ ისე გაიგეთ და მიიღეთ ეს საჯარო გაშლა დღევანდელი მეგობრებო. მაგრამ დღეს უცნაური ადამიანი მოვიდა ჩვენთან, უცნაური საქციელებით. არა, პაუზა ეს ურთიერთობა დასასრული არ არის, მაგრამ მისი მხრიდან დასასრული არ არის, მაგრამ თქვენი გადასაწყვეტია ეხლა ისევ იგივეთი გაყვებით ამ ადამიანს თუ არა? ხო, აი, ისევ იმ სირთულეებში გაყვთ თავს თუ არა? აი რა ვქნა მეგობრებო? აი ეს ორი კარტი ესე ერთად ამომივიდა. მოდის ის. კი, მოდის ასე ყელაღერებული. და თქვენ ესე ზიხართ თქვენი სტაბილურობით. თქვენ სტაბილურობაში იმყოფებით და კი, პაუზა არის ნამდვილად. პაუზა აქ დასასრული არა, მაგრამ თქვენ ზიხართ აგერ და ეს ადამიანი მოდის. ნუ რა ვქნა, არ ვიცი რა პასუხი გაგცეთ. ძალიან დამაბნია მე დღეს თქვენმა პარტნიორმა. ძალიან დამაბნია თქვენმა პარტნიორმა.
აი რას უნდა ელოდოთ ამ ადამიანიდან? აი ესეთ თამაშს. ბავშვურ თამაშს. ესე კი წარსულის მოგონებებში დაგტოვებთ ყოველთვის და ესე იქნებით სულ. ბავშვობის მოგონებებში, წარსულის მოგონებებში. რას უნდა ელოდოთ ამ ადამიანიდან მეგობრებო? მარტოობას, ურთიერთობაში ყოფნას და სრულიად სიმარტოვეს. ხო, მოვედი ისევ თქვენთან. აი ურთიერთობაში თამაშ და აი თქვენთან იქნება, მაგრამ თქვენთან ერთად არ იქნებით. ანუ ურთიერთობა არ გექნებათ. ან ამ ურთიერთობას ცუდად გამოიყენებს. აი რაღაც არასრულყოფილება გექნებათ მეგობრებო. შეგრძნება გექნებათ არასრულყოფილების და არ ამგონია ეს ვინმეს რო გაწყობდეთ და გინდოდეთ. ძალიან ისეთი საჯარო გაშლა დღეს. სულელი რას უნდა ელოდეთ ამ ადამიანიდან ახლა? აი რას უნდა ელოდეთ? დანაკარგებს. არასრული პარტნიორობა. მოვა ყოველთვის და წავა. მოვა და წავა. წასულ მოსული ხასიათი. მოდის და მიდის. მოდის და მიდის. და იქნებით სულ დანაკარგებში, არასრულყოფილებაში იქნებით ყოველთვის. ვერ იგრძნობთ თავს სრულყოფილად. თქვენ როდესაც დაგჭირდებათ ეს ადამიანი თქვენთან არასოდეს არ იქნება. არასოდეს არ იქნება მეგობრებო თქვენთან. იცოდეთ ეს? აი, თქვენი პაუზაა. ესე იკამათებთ, მერე დაპაუზდებით. ასე ჩაებმებით ხმალაობაში, ზოგი სარებით და ზოგი ხმლებით და ზოგი ხელებით, ზოგი სიტყვებით და ნუ, კაროჩე რო იტყვიან. და მერე პაუზები, გაჩერდებით. მერე წავა დაიკარგება, დაგტოვებთ ამ მოგონებებში. მერე გამოჩნდება, მოუნდება მას მოსვლა მოვა და ასე. ასეთი პაუზები გექნებათ ყოველთვის მეგობრებო და ეხლა ეს თქვენ თუ გაწყობთ კი ბატონო. ხო, დანაკარგებში იქნებით ყოველთვის, კამათში იქნებით ყოველთვის და გულის გატეხვებში, ღალატში. აი, ჩემთვის ესეთი საქციელი ღალატია, მიუღებელია ჩემთვის. მოდი ახლა მინდა ვკითხო მე კარგს. რას გირჩევთ სამყარო? აი ამ ადამიანთან მიმართებაში. რა რჩევას მოგცემთ სამყარო? აი თქვენ რა უნდა გააკეთოთ? თქვენ რა უნდა გააკეთოთ? ზედმეტად გულკეთილი ნუ იქნებით და განმეორებით შეცდომებს უნდა უშვებთ. უარი უნდა თქვათ რაღაცეებზე. აი ესეთ რაღაცებზე უნდა თქვათ უარი მეგობრებო. უარი უნდა თქვათ ესეთ რაღაცეებზე. როგორ ხო, გაუგებრობაში ხართ მეგობრებო. ვერ გაგიგიათ რა უნდათ, ხო? თქვენ ხვდებით ახლა მე რასაც ვსაუბრობ. ეს ის ადამიანი არა რომ პასუხისმგებლობა აიღოს თქვენზე. ეს ის ადამიანი არა რომ ორგანიზაცია გაუწიოს თქვენთან ურთიერთობას. პასუხისმგებლობა აიღოს. აი როგორც საქმე სჭირდება ისე მოიქცეს. არა ეს ის ადამიანი არაა. არა. მეგობრებო, იმეორებს კარტი. ეს არის ურთიერთობა, სადაც არის გაუტანლობა. თქვენ ვერ აიტანთ ამას. არ ამგონია რომ თქვენ ეს აიტანოთ. პაუზები არის კი, მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტი ახლა დაასრულებთ თუ არა. ეხლა ვკითხავ უნდა კარგ. თქვენზე არის თუ არის თქვენზე დამოკიდებული ამ ურთიერთობის დასრულება. რა თქმა უნდა. უსამართლობას თქვენ ვერ აიტანთ. უსამართლობას თქვენ ვერ აიტანთ. ეს არის ცუდი კავშირი, ეს არის ცუდი ურთიერთობა. ანუ თქვენზეა დამოკიდებული ამ ურთიერთობას გააგრძელებთ თუ არა მეგობრებო. აი ნამდვილად თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ მაინც მარტო ხართ. ურთიერთობაში ხართ და მაინც მარტო გრძნობთ თავს. და ეს არის თქვენთვის უსამართლობა. თქვენ ეს მიგაჩნიათ უსამართლობად. აი მეგობრებო.
კითხვის პასუხი. თქვენზე თუ არის დამოკიდებული ამ ურთიერთობის დასრულება თუ გაგრძელება. თქვენზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა და თქვენ შეგიძლიათ თქვენი ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოთ, სიახლებით დაიწყოთ და გააგრძელოთ. თქვენი ცხოვრება ამ ადამიანის გარეშე, თქვენ ეს შეგიძლიათ. რა თქმა უნდა, თქვენ თუ გადაწყვიტავთ ამას. თქვენ თუ გადაწყვიტავთ ამას. ეხლა მე მინდა ვკითხო კარს. აი თქვენ რომ გადაწყვიტოთ რომ ეს ადამიანი გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან. თქვენს ცხოვრებაში რა მოხდება? აი თუ შემოვა ადამიანი. აი ძალიან მაინტერესებს ესეთი შეკითხვა, მინდა დავსვა ეხლა. თუ შემოვა თქვენს ცხოვრებაში ადამიანი. აი მეგობრებო. თქვენს ცხოვრებაში შემოვა ადამიანი, რომელიც იქნება თქვენი ოჯახის წევრი, რომელთანაც შექმნით ოჯახს. აბატონო, ამ ადამიანის გარეშე ახალი ფურცლიდან, მეგობრებო. აი ახალი ფურცლიდან, ახალი ურთიერთობა. თქვენი ბედი თქვენ ხელშია, მეგობრებო. თქვენი ბედი თქვენ ხელშია, რასაც გადაწყვიტავთ, ისე იქნება. ეს არ იფიქროთ, რომ ვინმე რამეს დაგაძალებთ, ვერ გაბედავს ვერავინ, ამას სამყარო არ დაუშვებს. რომ ვინმე რამე დაგაძალოთ, არ არსებულია, მეგობრებო. ეხლა მინდა ვკითხო კარს. თქვენ ცხოვრებაში არის ადამიანი უკვე შემოსული თუ შემოვა? ნუ თქვენ უეჭველი ოჯახი გექნებათ, კი. ეხლა მაინტერესებს, თქვენ ცხოვრებაში არის უკვე შემოსული ეს ადამიანი თუ შემოვა? არის თუ შემოვა? არის, მეგობრებო. თქვენ ცხოვრებაში უკვე არის ესეთი ადამიანი. ესეთი ადამიანი უკვე არის თქვენ ცხოვრებაში. ტრანსფორმაციაში ხართ მოკლედ. ჩემო ძვირფასებო, უყურეთ ეხლა რა ხდება აქ. თქვენც ტრანსფორმაციაში ხართ ეხლა. ანუ აი ხო დავიღალე, ხო დამტანჯა ინტერნეტმა თუ ტელეფონმა. რას დავაბრალო აღარ ვიცი მეგობრებო, ძალიან დავიღალე. ჩემო ძვირფასებო. თქვენ თუ კი გაუშვებთ ამ პარტნიორს, ნუ ამას ვერან ვერ დაგაძალებთ, მაგრამ ორი გზა არსებობს, ან გაუშვებთ, ან არ გაუშვებთ. თუ კი გაუშვებთ ამ ადამიანს, თქვენ შედიხართ ტრანსფორმაციაში და თქვენ ცხოვრებაში თქვენ გაიხედავთ საზღვრებს გარეთ და მიხვდებით ცხოვრება თუ რა მშვენიერია და იქ შეხვდებით ადამიანს. იქ შეხვდებით ადამიანს, რომელიც იქნება თქვენი. კიდევ ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. წარსული და მომავალი. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. დასასრული და დასაწყისი. წარსული და მომავალი. მეგობრებო, ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. თქვენი გადასაწყვეტია. კი დგას თქვენი პარტნიორი გადაწყვეტილების წინაშე, მაგრამ ბოდიში ეს თქვენი გადასაწყვეტია. აი ასე, არავის არ ეგონოს რომ ვინმეს ცხოვრებას სხვა წყვეტს. არა. თქვენი პარტნიორი მის ცხოვრებას წყვიტავს და თქვენ თქვენსას. აი ასე. ის რასაც შემოგთავაზებთ, თქვენ თუ არ გაწყობთ, ამას არ დათანხმდებით და ამას არ დაუშვებთ. აი ასე ზუსტადაც. აი მეგობრებო, ბიჭმაჭუნა, წეღანდელი ნახსენები ჭულა. მატყუარა ადამიანი, რომელიც თავისი მანიპულაციებით ტვინს გიბურღავთ. არ ამგონია რომ ვინმე მამაზე გადაწყვიტოთ, გადაწყვეტილება შეაროთ. მე არ ამგონია. თქვენი არ ვიცი. მე არ კარგით, ეხლა მინდა ვკითხო რა, კარც. აი მე რა ვკითხო მეგობრებო, შეკითხვებიც აღარ მაქვს უკვე, გეფიცებით, ისე დამღალა ამ ადამიანმა, ეხლა ვინც დღეს მოვიდა აქ. შეკითხვებიც გამიქრა. ბოლო მეგობრებო.
ოხ, მეგობრებო, რაღაც ამ საღამოს ჩემი ქალბატონი ცუდად მყავს. მაპატიეთ. მოკლედ, ბოლო-ბოლო რავა ამ ბაჟბატონმა ქუცურამ. რაო მეგობრებო და თავის ტყუილებზე ძალიან წუხს. იმაზე რაც დაგიშავათ, იმაზე რაც გააკეთა, იმაზე როგორც მოიქცა, ამაზე ძალიან წუხს. ამ ურთიერთობაზე ძალიან წუხს. უნდა რაღაც სიახლეები დაიწყოს, მაგრამ აი ამ ეტაპზე ვერ მკვდარზე ვენოკი. ამ ადამიანს რაღაც ძალიან დიდი პრობლემა აქვს. ძალიან ცუდადაა, რაღაც ცუდადაა აქვს საქმე. ცვლილებები აქვს, უთანხმოებები აქვს. ოხ, თქვენს გამო. ნახეთ? თქვენს გამო ძალიან ცუდადაა. ცდელობა მანამ სანამ არ მიაღწევს თავის შედეგებს. თავის და სასიკეთოდ. თავის ამ უბრუნებულ საქმეს თვითონ გამოასწორებს მეგობრებო. ამას ფიქრობს, რომ ამ რთული სიტუაციიდან გამოვიდეს და მოვიდეს თქვენამდე წერილობითი შეტყობინებით. ჭამარა მე დღეს ნეტა. რა ვიცი. მოიკითხეთ ერთი. მოსაკითხი ამბავია თუ ჭამარა მე დღეს, მშერი ხომ არა, გება წყალი უნდა თქვენი მიწოდებული. ხო, თავის ყუილებში ცურავს. დედა, რა ვარსკვლავი ხართ მისთვის, თქვენ გამო რამდენს კამათობს ეს ადამიანი და რამდენს კონფლიქტობს, თქვენც ვერ წარმოგიდგენიათ. ძალიან ეიმედებით. მოკლედ ამ ადამიანს მოკლედ ჩემი ტელეფონი დღეს ჩემი ინტერნეტი ძალიან ცუდ სიტუაციაშია მეგობრებო. ამ ადამიანს ძალიან ცუდად აქვს საქმე, მოსვლა უნდა და შემოთავაზება უნდა. იმ დანაკარგების დაბრუნება უნდა, რაც დაკარგა თქვენი სახით. კი, ბატონო. იმ ტყუილებით. ხო, იმიტომ რომ ძალიან ცუდადაა, ძალიან ცუდადაა და გამოსავალს ეძებს მეგობრებო. აი რა ვქნა? მე რა ვქნა, მან რა ქნას. ბატონო. ისევ თქვენი ბიჭმაჭუნა, ისევ თქვენი ქუცურა მოგუცურდება, მოგუცურების ადგილს ეძებს, გზას ეძებს, როგორ მოგიქუცურდეთ, როგორ მოგიქნიოთ კუდი, მოგიქიცინოთ ასე, რომ თქვენ თავზე ხელი გადაუსვათ, აი ასე გადაუსვათ თავზე ხელი და კუდზე. ხო, მოდის თავისი დამალული საქციელებით, თავისი რაღაც ამ ადამიანს ძალიან ბევრი ფარული რაღაცები აქვს თქვენთან მიმართებაში, ძალიან ბევრ რაღაცას გიმალავთ, იცოდეთ. ხო. მაგრამ უნდა რომ ეს ყველაფერი დაგეგმილად გააკეთოს და მოვიდეს თქვენამდე. ამაზე ფიქრობს, ხა გეგმავს მეგობრებო. გეგმავს ხა როგორ მოვიდეს თქვენამდე. აი, გამოსავალს ეძებს. კი. რა ის დასასრული, აქ არის პაუზა. არანაირი დასასრული, მეგობრებო. არ არსებობს დასასრული. აქ. დასასრული შეგიძლიათ მხოლოდ თქვენ გადაწყვიტოთ და ასრულოთ თუ გააგრძელოთ მასთან ურთიერთობა. მისგან დასასრული არაა. არა, ამის გარანტიას მიგაძლევთ. ხო. მოდი ახლა რა ვკითხოთ? მოდი ახლა მაინც აი ამ პაუზასთან დაკავშირებით ჩემს ასტრაბარათს ვკითხოთ ახლა. რას ფიქრობთ თვითონ? პაუზებთან დაკავშირებით რას გვიმალავს? ან იქნებ რამეს გამხელა უნდა? თქვენს პარტნიორს რას გაგიმხელებათ? აი სულ საიდუმლოებებიო ვიძახით და მოდი ახლა იმის არ იყოს სოდვა გამხელილი ჯობსო. აი რას გაგვიმხელს ახლა ამ ჩვენი ასტრაბარათით პარტნიორი? რას გაგვიმხელს? რას გაგვიმხელს? ო მე აღარ შემიძლია მეგობრებო. იცით რას გაგიმხელთ? რომ ეს ადამიანი მეგობრებო მართლაც რაღაცებს აკეთებს. აი წუხანდელი გაშლა. და აი მეგობრებო პირველივე კარტი. всё მეგობრებო. ამ კარტის შემდეგ არაფრის თქმა აღარაა საჭირო. რას გიმხელთ ეს საიდუმლოებებს, რა საიდუმლოებებს გიმხელთ ეს ადამიანი ახლა მეგობრებო და ჯერ ერთი რომ ეს არის ამბობს რომ თქვენ ხართ ჩემი ბედიო. ბედი მქონიაო თუ ბედი გქონიაო შენო თუ რაღაც ასეა ხო? ეს ერთი. მერე ის რომ ძალიან მაგიურად აღგიქვამთ ეს ადამიანი? კი, შეიძლება თვითონ ფიქრობს რომ თქვენ უკეთებთ რაღაცას. კი.
თქვენ მიმართავთ მაგიებს, შეიძლება ამასაც ფიქრობს. რაიმე ხო არ გაუკეთეთ. ხა, აი ამასაც ფიქრობს, იმიტომ რომ თვარეშია და მთვარულია ახლა და ყველაფერზე ფიქრობს. იქეთ დასაბრალებელს შეიძლება აქეთ გაბრალებდეთ. კი. და მეორე ვარიანტი ის რომ მაგიებზეც ფიქრობს, ან თქვენ გაგიკეთოთ, ამას ფიქრობს, ან იმას ფიქრობდეს კიდევ რომ ვინმე ხო არ გაგიკეთათ თქვენ და მაგას მაგია. ან თქვენ შორის მაგია ხო არ გააკეთა ვინმე. მაგიური ჩარევები ხო არ გაქვთ, უი? კიდევ რას გვიმხელს და ძალიან კეთილშობილურ ერთი კარტი უნდა დავამატო. ვერ მივხვდი. ოხ. მეგობრებო, დედა რა ვქნა? მოკლედ თქვენ შორის მანძილია ეხლა. კი, აქ უყურეთ გლობუსია და ეს ადამიანი ეხლა გაკვირდებათ, შეიძლება შორი მანძილიდან, კი? არ გამოურიცხავ იმას რომ გაკვირდებათ და ძალიან კეთილშობილურად აღიქვამდეთ. კი ბატონო, ნუ ეხლა უკვე კი, ანუ თვითონ ფიქრობს რომ მაგია თქვენ შორის ვიღაციდან. კი, ეს ერთი და მეორე თქვენ აღიქვამთ ძალიან კეთილშობილურ ადამიანად იმის გამო რომ თქვენ ამ მაგიების ჩამდენი არ ხართ. კი ბატონო, აი გამოვასწორე უკვე უკან მიმაქვს, უკვე უკან მიმაქვს მეგობრებო. კი. ნუ რა ვქნათ? შეცდომაში ვინ არ შესულა, ვაღიარებ. ხო. თქვენ ხართ მისთვის ძალიან კეთილშობილური ადამიანი, უკეთილშობილესი. ხო, აი ესეც წარმოგიდგენთ, კეთილშობილურად წარმოგიდგენთ ეს ადამიანი და პლუს ამას მშვიდი, უკეთილშობილესი. ხო, აი ესეც წარმოგიდგენთ, კეთილშობილურად წარმოგიდგენთ ეს ადამიანი და პლუს ამას მშვიდი. და ამ ადამიანს უნდა რომ თქვენთან მშვიდობა დააწესოს, მშვიდობით მოვიდეს, მშვიდობიერად მოვიდეს. მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთდით. კი, კიდევ კაი, ნამდვილად, კი. არა, მეგობრებო, მე როცა ვხედავ, რასაც ვხედავ, ანუ იცით, ჩემი მინუსი და პლუსი რა არის, ყველა კარტს სათითაოდ აღვწერ. ამიტომ ბევრი არის რომ ჯერ დაალაგებს კი, ბევრი ჯერ დაალაგებს კარტებს და მე თავიდანვე მიყვარს ყველა კარტის აღწერა, ამიტომ ნუ არა უშავს, მე რა, ყველაფერი გამოსწორებადია, ნუ რასაც ვხედავ, იმას ვამბობ, ხო. კეთილშობილურებასთან გაქვთ საქმე, მეგობრებო, ძალიან ისეთ ადამიანად მიგიჩნევთ, კი. და ამბობს რომ თქვენ ამის ჩამდენი არ ხართ. არა, თქვენ მაგიებთან არაფერი გესაქმებათ, კი ბატონო. არა, გამოვრიცხეთ, თქვენგან მაგიები გამოვრიცხეთ, კი. კიდევ რა უნდა? კიდევ რა მეგობრებო და კიდევ ის რომ ძალიან ჭკვიანი ხართ და კრეატიული ადამიანი ხართ და ყველაფერს აკვირდებით, ყველაფერს შიფრავთ, ყველაფერს უყურებთ, ყველაფერი გაინტერესებთ, ყველაფერთან ახლოს მიდიხართ დეტალებში და ყველაფრის კითხვა გიყვართ, გაინტერესებთ მსოფლიო ამბები, ანუ ყველაფერი უნდა იცოდეთ თქვენ. კი. ყველაფრის გასაღები გიკავიათ კიდევ თქვენ. აქ გასაღები ხატია. და ანუ ყველანაირი გამოქვაბულის გასაღები, აქ გასაღები ხატია მეგობრებო, გაქვთ თქვენ, ანუ ყველაფრის გასაღები გაქვთ თქვენ. თქვენ იცით ყველაფერი, ყველა და ყველაფერი, ყველაზე კარგად. ხო, აი ესე. კი, აი ესეა. აბა რა? რატომაც არა? გამოქვაბულში უნდა ჩავიხედო რა ხდება, მეგობრებო. აი აქ რა ხდება, მაინტერესებს, მე ზოგადად ესეთი ვარ. აი ზუსტად ესეა, ესეც ხედავს თვითონ თქვენი პარტნიორი, კი? აბა რა, რატომაც არა? ყველაფერი მაინტერესებს. არის არა, ჩემი საქმე მაინც მაინტერესებს. ყველაფერი უნდა ვიცოდე, ვინ, სად, რა, როგორ, როდის. აი ასე. ხო. ამ ღრუბლებს იქეთ რა არის, იგიც მაინტერესებს. სხვათა შორის ყოველთვის უყურებ ღრუბლებს. კი, და ძალიან ბევრ ამას ვკითხულობ იქ და ვხედავ. კი ბატონო. შემიძლია მკითხაობა ღრუბლებზეც, სხვათა შორის. კიდევ რა მეგობრებო, კიდევ ის რომ ინიციატივას გამოიღებს ეს ადამიანი, გამოიჩენს და მოვა თქვენამდე. ამ ყველაფერზე ფიქრობს ახლა რომ როგორ მოვიდეს თქვენამდე და ფიქრობს ახლა ხმლებით მოვიდეს, ნემსით, დანით, მაგრატელით, ასანთით თუ რითი. თუ რითი მოვიდეს, ამას ფიქრობს.
რითი დაიწყოს იმას ფიქრობს. აი რითი მოვიდეს თქვენთან იმას ფიქრობს მეგობრებო, კი? ძალიან ფიქრობს ამ ყველაფერზე. ძალიან ფიქრობს ამ ყველაფერზე. ვე, ლამის გადავაბრუნე ტელეფონი. ხო, ჭუბით არ გაუარა ფერი იცის თქვენთან და ხა? ეხლა ფიქრობს სხვა რამითი როგორ მოვიდეს, სხვა ჭუბით ვიცით ხა, ჭუბი ჩვენც ვიცით. ჭუბი ვიცი იცი როგორი? ოხ, ღმერთო. არავის არ ვუსურვებ ჩემთან კამათს. ხო არ გონიათ რამეს გავაკეთებ? არა, მეგობრებო, ხმას არ ავუწევ. საერთოდ კრინც არ დავძრავ. უენოდ დავასამარებ ადამიანს. ჩემი სიჩუმით ვასამარებ ადამიანს, მეგობრებო. უღრმესი მადლობა. საჩუ ქრისტეს გაიხარე. კი, აი ესეა მეგობრებო. ხო, აი ესეთი ვარ მე და ეხა ზოგადად კამათი არ მიყვარს. მე და კამათი შორს ვართ. უენოდ გავბრუნდები და იქვე დავამთავრებ ადამიანთან ყველაფერს. დავმუნჯდები, მეგობრებო, და ეს ყველაზე ცუდია. სიჩუმე. პირდაპირ კლავს ადამიანს სიჩუმე. არაფრის თქმა. აი ზუსტად, მეგობრებო. ეხა ფიქრობს როგორ გამოგიწვიოთ და როგორ გამოგიყვანოთ ამ ყველაფრიდან ამ ადამიანმა და რითი მოვიდეს თქვენამდე. ჭუბით არ გაუვიდა და იცის რომ ჭუბით არ გაუვიდა. ხო. გაიხარე ჩემო კარგო. გაიხარე. ხო, ნუ რა ვქნა, ჭუბით არავისთან არაფერი არ გავა. ეხლა ფიქრობს, აი გუშინდელი ლაივი კიდე მეგობრებო. გეუბნებით თქვენი პარტნიორი რაღაცებს მანიფესტაციებს აკეთებს. რაღაცებს აკეთებს მეგობრებო. ჩალიჯობს რაღაცებს თქვენზე. დოხჭიპი მულტფილმებში ვარ, ხო იცით? ეცინება. დოხჭიპი, აი ესე გილოცავთ რაღაცებს აკეთებს მეგობრებო. აი ვაიმე მეცინება მეგობრებო, ამის გადავფიჩინდე. ხო, აი მულტფილმებში როა, ხო იცით? ძველებურ მულტფილმებში. ევროპული მულტფილმი როა მეგობრებო. ირემი როა და რომ მორბის და აი ფულებს რო ყრის, აი ფეხები და ნაპერწკლებს რო ყრის, აი და რო იძახის, აი რაღაცას იძახის იმ დროს. დოხჭიპი, აი ზუსტად გეფიცებით. რა გავაკეთო? რასასაცილო პარტნიორი გყავთ მეგობრებო, მოყვანილი დღეს. ვინა საერთოდ, რა უნდა ადამიანს? რით ვერ დაკავდი შვილო? ბუ არა ისაა კიდო ბუ. ეს და ბუშორსა, ბუც გაკვირვებული უყურებს მეგობრებო ამ საწოდავს. რა დღეშია, ნახეთ, პროსტა სიფაც დააკვირდით. სიფაც დააკვირდით უბრალოდ მეგობრებო. რა საწოდავი ტიპია ვიღაცა, თმაც გასცვინდა ამდენი ნერვიულობით ამ საწოდავს. თვალებშიც ვეღარ ხედავს მეგობრებო და ამ ბალახებს ყრის თვალდახუჭული. და ბუ შეშინებული უყურებს რა დღეშიაო. აი ვარ შემიძლია. ხო, ბუ შეშინებული უყურებს მეგობრებო. თავის აით მიაბრუნოს ბუ მაღარ იცის. და ქვემოდან ნახეთ რა კარტია. და ამ ყველაფერს გულწრფელად აკეთებ? შესაძოდაო. ლოცვით მობრუნებულო. ერთი გასაცოდავებული ტიპი მეგობრებო. აი ესე საცოდავი ტიპი მეგობრებო. ლამის ანაფორა ჩაიცვას. ლამის მონაზვნად წავიდეს მეგობრებო იმ ფერ დღეშია შესული ადამიანი. ხო? თავისი სისულელებით დაიღალა, თავისი ხუნჯობებით დაიღალა, თავისი ამ ყოლაფრით დაიღალა მეგობრებო, რა გააკეთოს უკვე აღარ იცის, რომელ ხერხს მიმართოს აღარ იცის და უყურეთ რა ემართება. მეგობრებო, უყურეთ რა ემართება, ახლა მე მგონი მიხვდით ხო, რისი ჩვენებაც მინდა. უყურეთ რა ხდება ახლა. წიგნი აგერ აქ და აგერ აქ ხელი გაწეული და აგერ გონია რომ წერს და წიგნი აგერ უდვია წინ მეგობრებო. საცოდავ დღეშია შესული. რა ქნას აღარ იცის ამ უბედურმა. ხო, აი ესეც დღეშია მეგობრებო და თქვენ ამიდან რამეს ელოდებით?
კი, ბელაიები დაეწყო. კი, ხელები თავისთვის ლაპარაკობს ადამიანი აგერც კიდეა და ბუში შეშინებული უყურებს მეგობრებო, ნუ რა ვქნათ. შეიძლება მთვარეულიც იყოს. შეიძლება მთვარეულიც გახდეს მეგობრებო. მთვარე ღამე ძილში ლაპარაკობდეს შეიძლება, ესეთიც იყოს შეიძლება მეგობრებო უკვე. კი. შეგეცოდა ხო? ხო. აი ესეა მეგობრებო, უბედურ დღეშია შესული, ესე რომ ამ ყოლაფერს გიმალავთ ეს ადამიანი და ამ ყოლაფრის თქმა უნდა აღარ დაგიმალავთ მეგობრებო, მოვადრო და აღარ დაგიმალავთ და ეგება გითხრათ თვითონ მისით რომ აი ესეც დღეში ვიყავიო, მაგრამ არა მგონია ეს რომ თქვას. მაგრამ ამ ყოლაფერს ამბობს კარტი, ასტრა ბარათები ამბობს ამ ყოლაფერს, რომ აი კი ესეთია, ესე დღეშია შესული ადამიანი. კი, აბა რა, ძილში მოსაძებნი რო გავხდებით, მაშინ მიხვდება რა დააშავა. ეთრი ცხენი, არა, ცხენი და გადმოვარდება ახლა ცხენზე. არა, ცხენი არ გვაწყობს. ცხენი არ გვაწყობს მეგობრებო, იმიტომ რომ ცხენიდან გადმოვარდება. წინააღმდეგობების წინ დგას ძალიან თქვენი პარტნიორი, ბოლო კარტი ასტრაბარათიდან. ძალიან ბევრი წინააღმდეგობების ქვეშ დგას თქვენი პარტნიორი და აი ბუ არ ცილდება ამ საწოდავს. ბუს თმები ყაზი აქვს უკვე დამდგარი. როგორ მინდა რომ გაჩვენოთ. ბუს როგორ აქვს თვალები წარბზე აქვს ასული. წარბები უკვე ზევით აქვს ბუს აწეული მეგობრებო. უბედურ დღეშია. ხო, ბუსაც ეშინია, კი. საქმეც მაგაშია რომ ბუსაც ეშინია. ნამდვილად. და შორიდან უყურებს მეგობრებო, აი რა ვქნა, ჩემო ძვირფასებო, კონცერტების ტარება გვაქვს 2 დღეა. მოდი ახლა. ჩემო ძვირფასებო, აი რაღაცნაირი იყო დღევანდელი ლაივი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. რაღაცნაირი იყო, როგორიც იყო, მაინც კმაყოფილი ვარ დღევანდელი ლაივისაც. ნუ რა ვქნათ, კონცერტები გვაქვს აქ, ჩვენ მართავთ ყოველ საღამოს. აბა სხვანაირად ვერ გადავიტანთ ახლა ამ ჩვენი ბიჭმაჭუნას და ქუცურია ძაღლის აი ესეც აქციელებს ჩვენ სხვანაირად ვერ გავუძლებთ მეგობრებო, თუ არ ვიკონცერტეთ აქ. აი წუხელის ხო გვახსოვს წუხანდელი ლაივი, რომ გახსნილად აცხადებს ადამიანი ომიანობას თქვენთან. ხო? გახსნილია, გამოწვევა უკვე გახსნილია. კი, სეზონი გახსნილი აქვს ადამიანს და სხვანაირად ვერ შევებრძოლებით თუ ასე არა. ხო, მე მგონი ასეა კი. მოდი ახლა ვნახოთ. ამ პაუზებიდან რა დროის ვადაში გამოვა თქვენთვის ჩაფიქრებული პარტნიორი. ამ კარტით ისევე, ასტრაბარათით მეგობრებო. გინდა მოინახულო? გინდა მოინახულო. არა, არ მოინახულოთ მეგობრებო, ეხლა ძალიან უბედურ დღეშია და დაანებეთ თავი აცადეთ. რაც ნახეთ, რა გაუბედურებულიც ნახეთ, ხო იცით ისე დაზაღა, რა სასიამოვნოა გაუბედურებული ადამიანის ნახვა. არ გინდათ კაცო. დაანებეთ თავი. ეხლა ჩვენ ვკითხოთ კარტს. რა დროის ვადაში გადმოდგამს ნაბიჯებს გამოვა პაუზებიდან ის ადამიანი. რა დროის ვადაში გამოვა პაუზებიდან? ხო, პაუზაა დღეს. პაუზაზე გვაქვს თემა. რა დროის ვადაში გამოვა პაუზებიდან თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? კი, გუშინდელი ვიდეო YouTube-ზე მაქვს ჩემო კარგო. დღეს ძლივს ავტვირთე. შეგიძლიათ YouTube-ზე. აქვე TikTok-ზე მაქვს მიმაგრებული ლინკი და გადადით პირდაპირ. პირველი ვიდეო რაც იქნება არის წუხანდელი ლაივი. გაიხარეთ. ეხლა ნახოთ პაუზებიდან რა დროის ვადაში გამოვა ადამიანი. პაუზებიდან მეგობრებო, პაუზა. ეს საცოდავი ადამიანი. რა დროის ვადაში გამოვა პაუზებიდან. კონკრეტულად. თქვენამდე რომ მოვიდეს, მოგუწურდეს. აი იცით ეს კარტი რა კარტია? თანამშრომლობის კარტია.
მოვა კი, აი მეგობრებო, გამოვა თანამშრომლობით, მოვა თანამშრომლობით და ეხლა გავიგებ რა დროის ვადაში. მოვა, აი ზუსტად თანამშრომლობის კარტია ეს. აი რა ვქნა, აი კარტია თუ ხელი მაქვს ესეთი თუ აი ზუსტად პასუხი ამოდის ყოველთვის მეგობრებო. აი ეს არის ამ კარტის ასტრაბარათის წიგნი, მინდა გაჩვენოთ. აი ასტრაბარათის წიგნია ესეთი. ეს არის ამისი წიგნი, სადაც მოცემულია ყველაფერი შიგნით მეგობრებო. აი უკანა მხარეს ესეთია. ეს არის მაგი ქალი, ქალი მაგი, ყოვლის შემძლე. და მაგიების კარტი, მაგის კარტი, ჯადოების კარტია ეს კარტი, ეს სურათი და ეს ახატია წინა მხრიდან. ეს არის ის ვაშლები, გუშინდელ საჯარო გაშლაში რო იყო ვაშლები თუ ორივე ვაშლი მოწამლული იქნება მეთქი რო ვთქვი. აი ეს ვაშლებია მეგობრებო, ეს უბრალოდ დიდია და კარგად ჩანს ახლა და მინდა ესე ახლოდან გაჩვენოთ. ხო. ეხლა ამოვიკითხოთ ეს კარტი, ეს 18 რიცხვი. რა დროის ვადაში მოვა თქვენთან ეს ადამიანი? საწყალი, საცოდავებული მეგობრებო. რა დროის ვადაში მოვა თქვენთან და ოხოხო, თებერვალი მეგობრებო. თებერვალი და აქ კიდევ წერია კვირის დღე. უყურეთ, კვირის დღე წერია კიდევ. კვირის დღე არის პასუხი, ჩემო ძვირფასებო, ერთი წუთით. კვირის დღის პასუხი არის შაბათი და პარასკევი და შაბათი. პარასკევი და შაბათი. ჩემო ძვირფასებო, იქნებ მოვიდეს პარასკევს ან შაბათს, არ გამოვრიცხავ და თუ კი თქვენ ხვდებით, რომ ამ ყველაფერს დრო დასჭირდება და დააგვიანდება მის მოსვლას და კონკრეტულად ნაბიჯის გადმოდგმას და მე გეუბნებით, რომ დააგვიანდება ნამდვილად კი, ეს იქნება თებერვალი. თებერვლამდე ამ ადამიანს ბევრი თქვენთაგანი არ ელოდოთ. ხო, არ მოვიდეს ჯობია. ნამდვილად არ მოვიდეს ჯობია. თებერვლამდე თუ არ მოვა, თებერვალში არ მოვიდეს ჯობია და ჩავაბრუნოთ ეს კარტიას, გადავაბრუნოთ მეგობრებო. აი ასე ეკუთვნის მაგას. არც თებერვალი გვინდა და არც მარტი. ხო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო დღევანდელი ჩვენი ლაივი. ჩვენი ერთ-ერთი მორიგი სასიამოვნო ლაივი თქვენთან ერთად. ჩემო ძვირფასებო, მინდა ბედნიერება გისურვოთ, რაც მთავარია საკუთარი თავის სიყვარული გისურვოთ პირველ რიგში. მეტი არავის. საკუთარი თავის სიყვარული უნდა ისწავლოთ და კიდევ რა უნდა ისწავლოთ. გინდათ გითხრათ კიდევ რა უნდა ისწავლოთ? ერთი სიტყვა. სამი ბგერა და ერთი სიტყვა. სამი ბგერისგან შექმნილი ერთი სიტყვა. ეს არის არა. არას თქმა უნდა ისწავლოთ მეგობრებო. სანამ არას თქმას არ ისწავლით, არაფერი არ გამოგივათ, იცოდეთ. გარწმუნებთ. არა, იმიტომ უნდა ისწავლოთ, რომ რაც თქვენ არ გინდათ და არ გაწყობთ, იქ არა უნდა თქვათ. ხათრი რიდი არ ვიცი. აღარ ვიცი. ხო, არავის ხათრი და არავის რიდი არ შეიძლება. არა და всё, მორჩა, გათავდა, წაიკინო, დამთავრდა კინო, წაი სახლში უნდა უთხრა ადამიანს. ხო, აი ასე, ჩემო ძვირფასებო. აი ესეც აქ იყვეს, ძალიან ლამაზი სურათი აქვს. აი ესე მინდა გაჩვენოთ. ეს არის ჩვენი ასტრაბარათი. ხო. და არას თქმას რომ ისწავლით. ხო? აი მე მოვა ეს ადამიანი ასე და ბზებით გაგეგებათ ფეხებ ქვეშ. აი წუხანელი ლაივის კარტი, ბზები. ხო. აი ესე მეგობრებო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად ყოფნა. ძალიან კარგ ხასიათზე დავდექი, დარწმუნებთ. ჩვენი კუცურა ადამიანის ბიჭმაჭუნა, კუცურა ბიჭმაჭუნა თუ ბიჭმაჭუნა კუცურა, როგორ დავარქვათ? ხო. მადლობა თქვენ ყველას სათითაოდ, რომ ჩემთან ერთად იყავით
და ხართ ყოველთვის. უღრმესი მადლობა ყველას ამისთვის. მეც ძალიან კარგ ხასიათზე ვდგები თქვენთან ერთად. ძალიან კარგი ემოციები მოდის. გვერდში დგომით გამოგვივა ყველაფერი ჩემო ძვირფასებო. აი გვერდში დგომით. ჩემო ძვირფასებო ძალიან გთხოვთ, რომ აქ კითხვებზე პასუხები არ მინდა. კუცურას კი დაუღუნავ გვერდას, ოღონდ გვერდას რო დაუღუნავ რაღაც გინდა მე ასეთი. ჩემო ძვირფასებო მშვიდობიანი ღამე ყველას და მე დაგემშვიდობებით აქვე. წარმატებებს გისურვებთ. ჩემო ძვირფასებო, თებერვლამდე თქვენ გადაერთეთ საკუთარ თავზე, თებერვლამდე თქვენი თავი მოიყვანეთ ბალანსში და თქვენ თებერვალში ეს ადამიანი აღარ მოგინდებათ. აი ასე. ხო. დაატკბით ამ ცხოვრებით თქვენ თებერვლამდე, საკუთარი ცხოვრებით დაატკბით და ეს ადამიანი თებერვალში რომ მოიფიქრებს თქვენთან მოსვლას, აი მერე გაა და მრავალ წერტილი. არ ვიტყვი ახლა აქ ყველაფერს. ძალიან ბინძური ენა მაქვს. ხო, ნუ ეხლა თუ გაწყობთ მოუშვით. რა პრობლემაა? კი. მშვიდობიანი ღამე ყველას მეგობრებო. ბიცოლამისთან, ხო. გაუშვით, სადაც გინდათ იქ გაუშვით კაცო. ვარსკვლავების საკრეფად გაუშვით. ან მარწყვების, ან სოკოების საკრეფად ტყეში და იქნებ მგელი შეხვდეს და შეჭამოს. ხო, მგელი თუ შეხვდა და შეჭამა, ვაი დედა. მერე ჩვენს ხაპრის გმირები გავხდეთ, გაუჭყათ მოცელი და გადავარჩინოთ წითელ ქუდა. კუცურა. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, წავედი და აბა კარგად იყავით. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა ყველას. ამ ვიდეოსაც ხვალ ავტვირთავ. დღეს გადმოვტვირთავ, დღეს ხამით ვერც ვტვირთავ ტელეფონიდან, ვერ ვინახავ ტელეფონში მეგობრებო. ხვალ დილით გადმოვტვირთავ და კი აუცილებლად ნახავ პირადს. გადმოვტვირთავ ხვალ და ავტვირთავ YouTube-ზე, ჩემო ძვირფასებო. წუხანდელი ვიდეო საჯარო გაშლა შეგიძლიათ ნახოთ YouTube გვერდზე. ძალიან გთხოვთ დამიტოვეთ კომენტარები, დამილაიქოთ მეგობრებო. უღრმესი მადლობა ყველას. კი აუცილებლად მოვახვალ. რა თქმა უნდა. აბა ხვალამდე მეგობრებო. მშვიდობიანი ღამე ყველას და ბედნიერი დილის გათენება. გელოდებით კომენტარებში. აუცილებლად იცოდეთ. აბა ხვალამდე.